მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშულმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაადასტურეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამდებობა განცხადების საფუძველზე დატოვა. აღსანიშნავია, რომ სოსო რამიშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და აშშ საელჩოს ეკონომიკურ საკითხთა სექციის ხელმძღვანელის მოადგილე დაიანა კოსტა ესწრებოდნენ. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით ელჩთან შეხვედრაზე დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა. ასევე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტში მიღებულ კანონებზე და აღნიშნა, რომ შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა ახორციელებენ სახელმძღვანელოს, რომელიც აშკარად არ არის დაწერილი საქართველოში. ზურაბიშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტიც არ არსებობს, რაც სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ მოქცევაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტის თვეში საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს. უწყების ცნობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. კერძოდ, გასული თვის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის 97 მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება განხორციელდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველოს ნებაყოფლობით დატოვა. ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. ნათქვამია ინფორმაციაში. პროკურატურა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ივანიშვილის რეჟიმი დროს არ კარგავს. დღეს ბრალის წარდგენის შემდეგ პროკურატურამ მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. წერს Facebook-ზე კუპრაძე და დასწრეს. არც ერთი ნაბიჯი უკან. საქართველოს პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძეს ბრალდება 1 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349 მუხლით წარადგინა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უფრო მკაცრი უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკკლირი X-ზე წერს. მეტი ცნობაა საჭირო საქართველოდან დემონსტრანტების დაკავებებსა და არასათანადო მოპყრობაზე. ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს, მაგრამ მანამდე არასანამ დამამცირებელი და დამაკნინებელი მოპყრობის ქვეშ არ მოაქციეს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უფრო მკაცრი უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე, წერს მაკკლირი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტის იუსტიციის მინისტრ ანდრი ოხანაშვილის კანდიდატურას წარუდგენენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად პარლამენტში ანდრი ოხანაშვილის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატასალია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი და იურისტი საქართველოში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატასალია. ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი და იურისტი საქართველოში. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. წარმატებებს ვუსურვებ გრიგოლ ლილუაშვილს, ანდრი ოხანაშვილს და პაატასალიას ახალ თანამდებობებზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. არაადეკვატური შეფასებაა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს დროზე ადრე დაატოვებინეს სუსის უფროსის თანამდებობა. ადამიანი, რომ მინისტრად გადაყავს და ამას სასჯელს უწოდებს, ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მართვის სისტემა განახლებას მოითხოვს და ქართულ ოცნებას მშვენიერი საკადრო შემადგენლობა ჰყავს. რასაკვირველია, მართვის სისტემა განახლებას მოითხოვს, მშვენიერი საკადრო შემადგენლობა ყავს ქართულ ოცნებას. ინტელექტუალური კარგი ავტორიტეტის, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები და ძალიან საინტერესო ცვლილებები ხორციელდება, განაცხადა ვოლსკი. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს.
რუსეთის დარტყმების შედეგად სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს. რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმებს აგრძელებს. ხარკოვს მიზანმიმართულად დაარტყეს არიან დაშავებულები, მათ შორის სამი ბავშვი. ასევე იყო დარტყმები სუმისა და ოდესის ოლქებში. ენერგეტიკულ ობიექტებზე მორიგი დარტყმების შედეგად სუმის ოლქში ქვესადგური და დნეპროპეტროვსკის ოლქში ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. 4000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, წერს უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, რუსეთის დარტყმები იმაზე მეტყველებს, რომ პუტინს არასრული ცეცხლის შეწყვეტაც კი არ სურს. 11 აპრილს არ უნდა დაველოდოთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. რუსეთზე ახალი და რეალური ზეწოლა უნდა განხორციელდეს, რათა ეს ომი დასრულდეს, აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არიან და საბოლოოდ ყველაფრის გადახდა ჩვეულებრივ მომხმარებელს მოუწევს. კალასმა ეს განცხადება ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, ნათელია, რომ ყველა ეს ტარიფი მომხმარებლისთვის ფასებს აძვირებს და საბოლოო ჯამში ყველაფერს ჩვენ ვიხდით, აღნიშნა კალასმა. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს ძალზე მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში. მისივე თქმით, ამავდროულად ახლა უკვე საკუთარი თავდაცვის დოკუმენტის თეთრი წიგნის მქონე ევროკავშირი იმუშავებს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად. მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3085-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პრესის სააგენტო მიანმარის სამხედრო ხუნტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ცნობითაც ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 4715-ს აღწევს, ხოლო 341 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამასთან, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 30 სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა, დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა, ნანგრევების ქვეშ კი ათობით მუშა რჩება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.